დღეს ინდივიდუალურად მოქალაქეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა თვითონ განათლების სამინისტროში შეიტანეს განცხადება და ითხოვენ, რომ ეს ინკლუზიური განათლების სამმართველო აღდგეს და დაუბრუნდეს თავის ფუნქციებს. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტში აღარ არის ინკლუზია. და ამ დროს ინკლუზია არ არის მარტო განათლება, ეს არის ფილოსოფია, რაზეც მთელი საზოგადოება დგას, ხო? რომ საზოგადოება უფრო მრავალფეროვანი იყოს, რომ ყველა თანასწორი ვართ, რომ ყველას გვაქვს განათლების მიღების უფლება. კავშირებთ თუ არა თქვენ გათავისუფლებას იმას, რომ პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი იყავით და აქციებში და აი ამ პროტესტში აქტიურად იღებთ, როგორც ვიცი, მონაწილეობას. მე ასე ვთქვათ, განცდით ეს ასე არის და ამის გამოწვეული მიზეზი ეს უნდა იყოს. არაფერი თქვენ შესახებ თქვენ გარეთე. ისინი ადამიანები თქვენი საფამართოები არ არიან. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტროში უქმდება ინკლუზიური განვითარების სამმართველო. ცოტა მოგვიანებით განათლების სამინისტრომ გააკეთა განმარტება და თქვა, რომ არ უქმდება ეს სამმართველო და უერთდება სხვა დეპარტამენტს. მშობლები შიშობენ, რომ განათლება და ინკლუზიური განათლება, რომლის განვითარებასაც ისედაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა და მე მახსოვს, როდესაც ეს საკითხები მეტნაკლებად შემოვიდა ესე აქტუალურად დღის წესრიგში, მათ შორის შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირება მოხდა 2014 წელს, თუ არ მეშლება და ამას აუცილებლად გადავამოწმებ, სწორედაც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და მე მახსოვს 2014 წლიდან მოყოლებული მშობლებს და არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს რამდენი წვალება სჭირდებოდათ ხოლმე, რომ წლიდან წლამდე რაღაცა პროგრესი დაენახათ, განსაკუთრებით ბავშვების განათლების სფეროში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სტიგმა, სკოლების არაადაპტირებული გარემო და ბევრი სხვა დამაბკოლებელი ფაქტორი, რომელიც ამ ბავშვებს ხელს უშლიდა ხოლმე, რომ სკოლაში ევლოთ და განათლების სისტემაში ესე სრულფასოვნად სხვა ბავშვებივით ჩართულიყვნენ. დღეს აი ამ ყველაფრის გაქრობის საფრთხის წინაშე არიან ეს ბავშვები. შეგიძლიათ მითხრათ, რატო შედიხართ ცოტა გვიან მოვედით. ალექსანდრე წულაიას სახელზე ვითხოვთ გაუხონებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო და ასევე ვწერთ, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს შშმ ადამიანებთან და შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაციით და შეთანხმებით და ეს რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები რომ აზარალებს შშმ ადამიანებს, შშმ ბავშვებს და ინკლუზიურ განათლებას საქართველოში უქმნის საფრთხეს. ვერ მხედავს ის ადამიანი, ვინც უნდა ჩაიბაროს განაცხადი, თუმცა ისევ აქეთ აქვთ აგრესია და მე მინდა ყველა ადამიანს მივმართო, რომ ტრად კი არ მოვდივართ აქ და იმისთვის, რომ თქვენთან ჭხუბი გვინდა, იმას ვითხოვთ, რომ თქვენს წესიერად ისაუბროთ და ეხლა გავავრცელებ ვიდეოს, რომ ხელი რომ მომეწერა, მოუწია ამ თანამშრომელს, რომ წვე დაეყარ თავის სამუშაო სივრცისთვის და გამოსულიყო, რომ მოეწოდებინა. თქვენზე ზრუნავთ ხალხო, რომ ჩვენთან რო კომუნიკაცია გექნებათ, აი ეგ არ მოგიწიოთ და ღირსების შემლახველად არ გამუშაონ აქ. პანდუსი არის ის პანდუსი არის, მაგრამ როდესაც არიხარ ზემოთ დახტი ყველაფერს აქვს სტანდარტი, რომელზეც ყველაფერზე ხელი გვაქვს მოწერილი როგორც ქვეყანას და ყველა ვალდებულება გვაქვს, რომ როდესაც სადღაც საჯარო და წესებულებაში ან კერძო და წესებულებაში არ აქვს შუა სადაც მიდიხარ, ადამიანს არ უნდა გიწევდეს ხელის მოწერა ჰაერში და უნდა ხედავდეს ის მეორე ადამიანი. ცალკე უნდა იყოს რაღაცა დაბალზე, რომ არ მიწევდეს ასე ყვირილი იმისთვის, რომ გავაგონო იმ თანამშრომელს ხმა. ანუ ელემენტარული რაღაცებიდან იწყება ეს ყველაფერი და ინკლუზია არ არის მხოლოდ სიტყვა და მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხს არ უკავშირდება. და მარტო სკოლაში შეუძლებელი ბავშვების არ არის ინკლუზიისკენ. თქვენ პირად ამბავზე იყავით თუ აქციასთან დაკავშირებით? აქციასთან დაკავშირებით მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც შშმ თებთან მიმართებით მიიღებენ, არ იყოს ჩვენი ჩართულობის გარეშე და ის რაც გააუქმეს და დაანგრიეს, იმავე ფორმით დააბრუნა. გამარჯობა, როგორ ხართ? შიში დაშორგან გამოვიდა.
გამოვდივარ, რა ნორმალურად ვილაპარაკეთ, ხო. იქაც ყოფილი ვარ განცხადების, არა, ეხლა შეიძლება. ყველაფერზე რატოა პრობლემა მართლა არ მესმის? ყველა სტრუქტურაში. ეხლა აქ რა მინდა და განცხადების წერის პროცესის გადაღება მინდა. ძალიან ბევრჯერ შევყოლილ ვარ შიშუმოპირებს კამერით და ანუ ახალ სტანდარტებს რატო ნერგავთ თქვენ და უნებურად ვერ ხვდები. შემომიშვა მეორე დაცვამ, ანუ ყველა სტრუქტურაში ბოლო წლებია ეს პრობლემაა, რომ რაც ადრე დასაშვები იყო, ეხლა უცებ გადაწყვიტეს, რომ არ შეიძლება. ძალიან ბევრჯერ მაქვს აი აქ გადაღებული შიშუმოპირებს შემოვყოლილ ვარ, განცხადების დაწერის პროცესი გადამიღია. დღეს ერთი დაცვა სხვას მეუბნება, მეორე დაცვა სხვას მეუბნება. სამართველო, რომელიც უნდა ყოფილიყო პოლიტიკის გამსაზღვრელი ამ მიმართულებით და შემდეგ უკვე პრაქტიკაში უნდა განეხორციელებინა მანდატურის სამსახურს და ეს თავად უწერიათ სამინისტროს 2022-2030 წლის სტრატეგიულ გეგმაში ადგენენ და ერთი ხელით მოსმით ეს სამართველო ჩაკარგეს სხვა სამართველოში და რა ვიცი ხა ამას განსაკუთრებული ცოდნა და საქმეში ჩახედულობა არ ჭირდება რომ ადამიანები მიხვდნენ რომ ამ სამართველომ ის პრიორიტეტულობა დაკარგა და ის არსი რაც თავარი იყო ამ სამართველოსთვის რომ განვითარებულიყო უფრო მეტად და ახალ ეტაპებზე გადასულიყო ინკლუზიური განათლება ქვეყანაში ჩაყარეს წყალში. ჩემი შვილი, როდესაც ბაღში წავიდა, მაშინ ბაღების ინკლუზია არ იყო და პილოტი იწყებოდა. ხო, დღეს უკვე ეს პრობლემა თითქოს მოიხსნა საზოგადოებაში, რომ ყველა ბავშვი მიღებულია, საზოგადოებაც მიეჩვია და ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა. უკვე იმ ეტაპზე ვართ ინკლუზიური განათლების კუთხით, რომ ხარისხზე უნდა ვილაპარაკოთ, ინოვაციურ მეთოდებზე, გარემოს სწორ ადაპტირებაზე, რომ ბავშვები ყველა სართულზე ავიდნენ, ჩამოვიდნენ და ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, ხო? და მათ შორის ამ პროცესებს, რაც აღნიშნე, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები თუ ცნობიერების ამაღლება, ამ ყველაფერს საბოლოოდ მოყვა ის, რომ სამინისტროში შეიქმნა ინკლუზიური განათლების სამმართველო, რომელიც იყოს თქმაც არ მინდა, ანუ რომელიც არის რეალურად პოლიტიკის განსაზღვრელი ერთეული სტრუქტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ სურათში აგვარებს სამინისტროში მიმდინარე ყველა საკითხს. და რა იგულისხმება? ინკლუზიური განათლება ეს ხო არ არის რაღაც კონტექსტთან ამოგლეჯილი რაღაცა კონკრეტული საკითხი. ეს არის გამჭოლი საკითხები ყველა მიმართულებაში, როგორც სკოლამდელში, ისე საბაზო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი ეროვნული გამოცდები, ინფრასტრუქტურა, ხო? შესაბამისად, ყველა მიმართულებაში და ყველა სამმართველოში უნდა იყოს გატარებული ინკლუზიური პოლიტიკა. ამიტომ არის საჭირო, რომ ცალკე არსებობდეს სტრუქტურული ერთეული და მეცაც ვიტყვი, ანუ უბრალოდ სამმართველო კი არა, სიპიც კი უნდა შექმნილიყო აქამდე და გაფართოებულიყო. ამაზე მთელმა დეპარტამენტმა უნდა იმუშაოს, თუ ჩვენ გვინდა, თან მარტო თბილისზე ხო არ ვლაპარაკობთ, რეგიონებში გაცილებით ხო დიდი სურათია კიდე შესაძლებელი, ხო? პირიქით უფრო უნდა გაზრდილიყო და გაფართოებულიყო. ანუ ამ სვლით ჩვენი განათლების სისტემა გვეუბნება, რომ ინკლუზიური განათლება აღარ არის მისთვის პრიორიტეტული. ანუ პოლიტიკური დღის წესრიგიდან ვარდება. სამმართველო უქმდება, არ ქმნებენ რომ ეს გაუქმება კი არა, რეორგანიზაციაა და უერთდება სტრატეგიული დაგეგმარების რაღაც სამმართველოს. რომელიც სინამდვილეში, იმიტომ რომ ეს ერთეული ხო არსებობდა, შეერწყა ამბობს, ხო კი არ შეერწყა, ეს ერთეული თავის თანამშრომლებიან და გაუშვეს სამსახურებიდან, ის პოზიციები აღარ არის. აქ, სადაც ამბობენ, რომ მივუერთეთ, გამოდის, რომ იმას დაემატა რაღაც ფუნქციები ინკლუზიური განათლების და არა შევაერთეთ. შეერთება არის, რომ მაშინ ეს თანამშრომლები უნდა შეერთებულიყვნენ აქ და ერთად ყოფილიყვნენ ერთ დეპარტამენტში, ხო? ამ თანამშრომლების გაშვება, პასუხისგებელი პირების ინკლუზიის პოლიტიკაზე გაშვება, ნიშნავს, რომ კი არა აერთებ, აუქმებ და ფუნქციას უმატებ ამ სამმართველოს. ფუნქციის დამატება სამმართველოში იმ პასუხისგებელი პირების გარეშე, რომელი პოზიციებიც აქ იყო, ინსტიტუციური მეხსიერება, იქ სამმართველოს უფროს
25 წლიანი გამოცდილება აქვს სამინისტროში ინკლუზიის პილოტირება და შექმნა რო იწყებოდა საერთოდ ამ ქვეყანაში, იქიდან მოყოლებული რომ მოყვება ადამიანი, მაგაზე უფრო პროფესიონალი ვინ ყავთ ამ სამმართველოში, ვინ უნდა უხელმძღვანელოს? არ ვიცი, ბოლო მონაცემებს თუ ნახავთ ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზებში 18033 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი არის საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული, ანუ 0-დან 18 წლის ჩათვლით და ფაქტობრივად სამმართველო, რომელიც ამ ბავშვების ინკლუზიაზე უნდა მუშაობდეს, რომელიც ამ ბავშვებისთვის განათლების, განვითარების და დამოუკიდებელი ცხოვრების პირობების შექმნაზე უნდა მუშაობდეს, გაუქმდა და ხდება მისი რაღაც სხვა მიმართულებით მომუშავე სამსახურთან შეერთება. დასახელებებიც კი არ ვიცი, ზუსტად სად მიაქვთ ეს ამდენი წლის შრომა. საქართველოში ინკლუზია და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ნაბიჯები 2007 წლიდან გადაიდგა და ის რომ სამმართველო ცალკე მუშაობდა უკვე და განყენებულად მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობებით მქონე პირებზე მუშაობდა, ეს იყო ამ მრავალწლიანი შრომის, კვლევის და დაკვირვებების შედეგი, რამაც აჩვენა ის, რომ სამმართველო უნდა ყოფილიყო ცალკე, რომ მას მთელი ყურადღება, მთელი რესურსები დაეთმო ბავშვების განვითარებისთვის, რადგან თუ ბავშვებს დღეს არ აქვთ განვითარების საშუალება, ხვალ და ზეგ ისინი უკვე უბრალოდ არიან დასაქმების ბაზარზე არაკონკურენტუნარიანები, ხდებიან მოწყვლადები, იმატებს აქედან გამომდინარე შემდეგ სოციალურად დაუცველი პირებისა და ოჯახების რაოდენობა, ამ ადამიანებს სჭირდება შემდეგ ასე ვთქვათ სხვა ადამიანების პატრონაჟი და მხარდაჭერა და მოვლა და ამასაც ითავსებენ ძირითადად მშობლები, იმიტომ რომ სერვისები, როგორც პერსონალური ასისტენტის სერვისი, ისე სხვა განმავითარებელი სერვისები არ არის ქვეყანაში დანერგილი და განვითარებული და შესაბამისად მშობლებსაც უწევთ უკვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილების ცხოვრება, ისინი წყდებიან ყოველდღიურ ასე ვთქვათ ცხოვრების აქტიობებს ვეღარ საქმდებიან, აღარ არიან აქტიურები, მათი დეგრადაციაც მიმდინარეობს, შემდეგ ანუ განვითარება ვეღარ ხდება მათიც და შესაბამისად ვიღებთ უკვე გაზრდილ სოციალურ დაუცველ ოჯახების რაოდენობას. სამმართველო მუშაობდა სისტემის დონეზე, არა მხოლოდ ზოგადი განათლების მიმართულებაზე, განათლების ყველა საფეხურზე ახდენდა, ასე ვთქვათ, ინკლუზიური განათლების კოორდინაციას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მოცემულობაში თქვა ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე ეს მიმართულება უფრო კარგად არის განვითარებული, ვიდრე თქვა სკოლამდელი, იმიტომ რომ სკოლამდელის რამდენიმე წელია დაიწყო და უმაღლესი განათლების საფეხური განსაკუთრებით საჭიროებს მხარდაჭერას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ფაქტურად მნიშვნელოვანი ღონისძიებები ამ მხრივ ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ არის ზუსტად მნიშვნელოვანი ისეთი მაკოორდინირებელი რგოლის არსებობა, რომელიც ამ პროცესებს წარუწყება, ამ საჭიროებებს მოიკვლევს და ამ საჭიროებების საპასუხო რეაგირებებს დაგეგმავს ამ შემთხვევაში. თქვენ მიიღეთ 6-ში თვის დასაწყისში მეილზე უბრალოდ შეტყობინება, რომ სამმართველო უქმდება? თუ უკვე შეერთების გათავისუფლების ბრძანება მივიღე 6-იანის. ბრძანება, კი ბატონო. იქამდე არანაირი ახსნა განმარტება თქვენთვის არავის არ გაუკეთებია, უბრალოდ განცხადება. ასე კონკრეტულად არაფერი არ ვთქვამს, იყო რაღაცა ეს ვთქვათ. ხო, ოფიციალური განცხადებები არ ყოფილა. თქვენ ახსენეთ დონორები. ერთი მხრივ რაღაცა შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ რესურსები აღარ არსებობს სამინისტროში, რომ ამ სამმართველოს ცალკე ფუნქციონირება შეძლებოდა და მეორე მხრივ, ანუ თქვენ ხართ იმ პეტიციის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ინიციატორი, რომელიც მოყვა ირაკლი ყობახიძის განცხადებას და ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ ჩვენი ევროპული გზა არის შესანარჩუნებელი და მეორე მხრივ ევროპული განათლება არის დასაცავი და ამ გზით ვერ მოხდება ეს. ხო, რაღაც შინაარსი ასეთი იყო. მე ასე მგონია, რომ როცა მხარს აჯარო მოხელე ემსახურები სახელმწიფოს და შენი საქმიანობით ხელს უწყობ სახელმწიფოს იმ კურსის განხორციელებას, რომელიც კონსტიტუციითაა გაცხადებული. ამ თქვენ აღნიშნული განცხადებით კი ჩავთვალეთ მეც და იმ ხალხმაც, ვინც
ზოგადად ამ პეტიციაზე ხელი მოაწერა, რომ აი კონსტიტუციით გაცხადებულ სწორედ ამ კურსს ექნებოდა საფრთხე, რაც იმას გულისხმობს თავისთავად, რომ ის გზა, საიდანაც ქვეყანა მიდიოდა ამ წლების განმავლობაში და მით უმეტეს ინკლუზიურ განათლებას, სწორედ ადამიანის უფლებებს და თანასწორობას და განსხვავებულის მიღებას ეფუძნება ხო ჩვენი საზოგადოება მრავალფეროვანია და ამ მრავალფეროვნებაშია სწორედ მისი სიძლიერე და ეს განაპირობებს ქვეყნის განვითარებას, როცა არსებობს საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის საჭიროებები არის დაკმაყოფილებული და ყველას ეძლევა საკუთარ თავის რეალიზების და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა და ამ ყველაფრით ამ გადაწყვეტილებით ფაქტიურად საფრთხის ქვეშ დადგა ის რა მიზანით ჩვენს გქონდა როგორც ვიწრო სფეროს და ზოგადად ქვეყანას. ხო, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკა არის აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი ინკლუზიურ განათლებასთან და ამის საპირისპიროც თუ ვინმე მხარს უჭერდა ინკლუზიურ განათლებას, ეს იყო და თავის დროზე სხვა შორის დაიწყო კიდევაც ნორვეგიელების მხარდაჭერით და პირიქით თქვა დღეს მათი ლანძღვა ხდება. მნიშვნელოვანი რო ვთქვათ, რომ აი ძალიან სერიოზული გარღვევები გქონდა ამ მიმართულებით აქამდე, ეს ისედაც არ ყოფილა. ძალიან მცირე, ვთქვათ, რაოდენობრივი გაუმჯობესება გქონდა თუ აქამდე, მაგალითად, რამდენიმე ათეული ან ასეული სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების სკოლის მოსწავლე იყო ჩართული. დღეს ვთქვათ, სადღაც 15,000-მდე არის და ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის. დღეს ხედავთ, რომ მათ შორის აი ამ სამმართველოს გაუქმებით თუ ჩანაცვლებით თუ რაღაცა სხვა სამმართველოსთან ინტეგრაციით ეს არის პოზიცია განათლების სამინისტროში, რომ მისთვის ინკლუზიური განათლება არ არის საერთოდ პრიორიტეტული, ეს ბავშვები არ არიან პრიორიტეტული, ეს მშობლები არ არიან პრიორიტეტული და ზოგადად ხალხის ხმა მათთვის არაფერს არ ნიშნავს, ხო და ამიტომ ჩვენთვის ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ ის რაც ხდება პოლიტიკაში ფართოდ ყველაფერი ვიწროდაც აისახება ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებში და სამინისტროებში. ამიტომ მე პირადად აქ იმისთვის მოვედი, რომ განათლების სამინისტროს ანტისახალხო, ანტისაზოგადოებრივი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა გავაპროტესტო. არ გამორიცხავ იმას, რომ უცოდინრობის გამოც მოხდა ეს, იმიტომ რომ უხვად გვაქვს ასეთი მაგალითები, როდესაც უცოდინრობის გამო საქმე ზიანდება. თუმცა, ხო, არ ვიცი, შესაძლებელია რაღაც დაკვეთაც არის, იმიტომ რომ ზოგადად ევროპას ვშორდებით, კონვენცია, გაეროს კონვენცია, რომელიც ასევე, რომელიც მოიაზრებს ინკლუზიური განათლების განვითარებასაც ქვეყანაში და ამ კონვენციის ჩარჩოებიდანაც გამოსულები არიან და ესეც არის შეიძლება ამათი პოლიტიკური ნება, რომ ნელ-ნელა ყველა სტრუქტურა დააშორონ იმ ცივილიზაციას, იმ ევროპულ სტანდარტებს, რომლისკენაც ამდენი წელია მივდივართ და კურს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მივიწევდით და რაღაცა მიღწევები ყველა სფეროში გვაქვს. ხო, ინკლუზიური განათლების სკოლაში შეტანა არ ნიშნავდა მხოლოდ პანდუსების გაკეთებას სკოლაში და არ ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ ბავშვებს საშუალება მიეცათ შიშიმურ ბავშვებს, რომ საჯარო სკოლაში ევლოთ. ეს მოიცავდა სპეცმასწავლებლების მომზადება, გადამზადებას, პერსონალურ ასისტენტებს მოიცავდა, რომელიც შიშიმურ ბავშვების უმრავლესობას ჭირდება და ეს გადაწყვეტილება, ანუ საბოლოო ჯამში ალბათ მივალთ იქამდე, რომ ეს სისტემა, რომელიც აი ამ სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგებოდა, ნელ-ნელა ჩამოიშლება და ის, რასაც აქამდე მივახციეთ, ისიც თავიდან იქნება დასაწყები თუ ამის საშუალება მოგვეცა საერთოდ. გარდა მაგისა, ანუ ძალიან ბევრი საკითხებია სკოლებში მოსაგვარებელი, ძალიან ბევრი, როგორც რესურსების მიმართულებით, ისე ადაპტირების დღემდე ბავშვები ზოგიერთი სკოლაში ვერ შედის, განსაკუთრებით რეგიონებში ბავშვების, ანუ მოსწავლების უმრავლესობა, ვისაც ფიზიკური გადაადგილების სირთულე აქვს, შინ სწავლებაზე დღემდე, ხო, მილიონი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი, მათ შორის უმაღლეს განათლებაში. დღემდე მიუწვდომელია უმაღლესი განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანების პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს ქვეყანამ, მისცეს განათლების მიღების შესაძლებლობა
და ეს რესურსი ისევ ქვეყანას მოახმაროს, გეუბნება, რომ ჩემთვის აღარ არის პრიორიტეტი და რაღაც, ხო, დღეს რო ასე იწყებს, ამას აუცილებლად მოყვება უკუსვლა, რეგრესი და ის რაც თქვი, რომ აი ამას მივაღწიეთ, რაღაცა შედეგები გვაქვს ცოტა, მაგრამ პროგრესია წავა რეგრესისკენ. ეს არის ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი, ხო? და შეიძლება ბავშვების გადინებაც მოყვეს მერე სკოლიდან. დაპირისპირება საზოგადოების ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს საზოგადოება როგორი წინააღმდეგი იყო ჩვენი შვილების სკოლებში სიარულის და რამდენი სირთულეები გავიარეთ ერთად ყველა მხარემ ხო ჩართულმა მხარეებმა და დღეს როცა ყველა მხარე შევთანხმდით რომ კი ჩემი შვილის და შენი შვილის ყველას თანაბარი უფლებაა რომ ერთად ისხნენ და განათლებას იღებდნენ ძლივს რო აქამდე მივედით და დავიწყეთ ხანმრონიული განათლების სისტემაში ურთიერთობა ამ დროს პოლიტიკურ დონეზე განწყობილების მიმღები პირები გეუბნებიან რომ ეს ჩემთვის აღარ არის პრიორიტეტი ანუ ამას რა მოყვება ხო საზოგადოებიდან რომ ანუ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს ყველა მხარე რომ ისევ დაჩაგროს ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე მარტივად დასაჩაგრი, ხო? უშუალოდ განათლების სამინისტროდან არავინ არ გამოხმაურებია მშობლებს და დღესაც ხა საათნახევარია უკვე განათლების სამინისტროს შენობასთან ვდგავართ, შიგნითაც ვიყავით შესრულები, როდესაც განცხადებას წერდნენ მშობლები და არავინ ესე კომუნიკაცია, კომუნიკაციის როლი არავის არ გამოუთქვამს და არც შეხვედრია მშობლებს. ჩვენ საერთოდ სამართველო რო გაუქმდა, გავიგეთ მეილები და როდესაც სამართველოს უფროსმა დააგზავნა ყველასთან ვისაც თანამშრომლობა ქონია რომ გაუქმდა ეს სამართველო და ტოვებთ უკვე პოზიციებს, ანუ იძულებით თუ როგორც და დაემშვიდობა კოლეგებს, ესე გავიგეთ რომ თურმე გაუქმდა ეს სამართველო. I